ხო გასაგებია დასანქციონირებული ხარ რაღაცა და აქ რაღაც კომპანიებს აფუძნებ ბერა იქნა ამბობენ დაბრუნდაო საქართველოში ან რაღაც უცნაური სიტუაცია არ გეტყობა რომ შენ 7 მილიარდიანი სულ რაღაც უფლებიანი რაღაც მეფე ხარ რა ვიცი ბედნიერად ცხოვრობ არ არის ეს გარემო დაცვით დადიხარ ქუჩაში მარტო ვერ გახვალ და რომ მოკვდები ამენ ძეს კედაგით გაინო რა გააკეთავ კარგი ვერ იტყვი რა აი ნაცები დაამარცხა, მაგრამ რა ეს არის ისტორიაში შევა. გახდა ნაცი. 200 წლის შემდეგ არაფერი არ დარჩება. ხო და როგორ შეიძლება ამით იყო კმაყოფილი ადამიანი? როგორ შეიძლება კმაყოფილი რომ შენ შულებს შეიძლება გაქცევა მოუწიოს, შენ რომ დამენ დაგემართოს. რავი, მილიარდები გაქვს და ვერ ერთობი. ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ხარ და ქუჩაში ვერ გადიხარ. ებრალოდ რომ შეხედო რა სადამდე მივიდა ბიძინა, საერთოდ არ უნდა იყო კმაყოფილი. არა, ხო 2014 წლიდან დღემდე რომ აი უბრალოდ რომ გადახედო, მართლა ნაერთო იყო კმაყოფილი კაცო. ანუ ფიზიკურად აი ღმერთი იყავი, რო გაგეგზელებინა. არ რობაფი არ გექნა 2014 წელს თუ დაგემთავრე კარგად იყავი. რავი, აი რო დაგეთვალა ფიზიკურად მართლა კაცმა რა გააკეთა ამ პერიოდის განმავლობაში, თანამხელა საფრთხე მოგაშორა, ქვეყანას აჩუქა დამოუკიდებელი არჩევნები, დათმოძალა უფრო თავისი. ნებით ანუ ერთობლივეშეს რო აიღო, რავი, პირველი კაცი ხარ რა შინაარსობრივად. კარგის კეთებაზე აფერს არ ვამბობ. აი უბრალოდ რომ ისტორია მანდ რომ თავდება. ხალხის ციხიდან გამოშვება, ანუ ძალიან ისე იმით იყო რა, მართლა ანუ ფიზიკურად, რავი, ხო, კი ბატონო, ციხეებიდან გამოუშვა ათასობით ადამიანი და ეხლა ყველაფერს ამკაცებენ, გამკაცების მეტი სიტყვა არ დარჩა ლექსიკონში. ამაზე ხო აღარ დაწერე ხალხის ციხიდან გამოუშვა და ჰუმანური იყო. ანუ არჩევნების დანიშნა სწორია ზოგადად, აი ბიზნეს ადგილს მე ამას ვიზამდი და ვესწრებოდი, მაგრამ მომეგო რა და კარგად გამეყიდა ტრამპისთვის ეს აშენებს რომ დემოკრატი ადამიანი ვარ. შენ სტრებს ებზოდი აქ. კი, შენ დემოკრატია მეს დავამარცხე, აი გამოგინე ძლივს მოვიგე, მაგრამ ის ბოლო ის იყო რა, ბოლო მოიქნია კუდი ასე თქვა ჩემო დემოკრატებმა და ეს მომისყეს, მაგრამ აი რო დაგინტკიცე რომ ქართულ ხალხს უყვარვარ და რაღაცა შენი ვარ, პორტიც გაჩუქე, რაღაც კიდე გაჩუქე და არჩევნები დავნიშნე, მეტი რა ვქნა. მეტი რა ვქნა რომ ერთგული ვარ. დორმათან მეგობრობ. ან ფიცოსთან თუ ვიღაცასთან მეგობრობ. რავი, USA-ც ვერ ვიტან. ხალია კაცია. ნუ ეხა გეტყვის რომ აბა გრუდანო დაგირეკეს რაღაც 27 თებერვალსო, დამირეკეს აბა რა მეზობელი მყავს. ბატონო ტრამპ თქვენცით ამერიკაში ისეთი ხალხი იყო რომ ვერ დამიცავდნენ. ხო, თქვენ არ იყავით. მე როგორ ჩემ ხალხი ნერვიულობდი რაღაცა, მოვატყუე პუტინი. არ დამიფრო. არა, მაგას არავინ არ ჭავს, მაგრამ არჩევნების ნაწილი ისეთი არგუმენტია რა, ნუ აი ხა კაცო ტრამპი ხარ რაღაც რუბიო ხარ და რამდენი გრინლანდია უნდა დაიბრუნო, ესოთა დაიპყრო, კანადა რაღაცა, პანამა, ჩინეთი, ესა და რაღაც საქართველოს გავშდა. ის გეუბნება რომ ყველაფერს ვაკეთებ, რას მეუბნება. არჩევნები დაინიშნება? კი, მე მგონია რომ არჩევნები დაინიშნება. მე ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უბრალოდ ქოცებმა თვითონ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. ანუ პარლამენტი არ გაქვს. ანუ პარლამენტი არ გაქვს, რომ შენ თვითონ ხედავ რომ არ გაქვს, კაცო, 7 კანონი მიიღე 10 წუთში. გასაგებია შენ შეიძლება იგიყო ასე და პრობლემა არ გექნება, ნებისმიერ კანონს მიიღე, მაგრამ ხალხი ხო ბრაზდება, ანუ ბრაზი ხო არსად არ მიდის, პოლიტიკური გამოსვლა არ აკეთება, აგიფეთ ხდება რაღაც მომენტში. რომც დაუშვა რომ ბიზნესამ აი ეს გადატეხოს და 4 წელი გაქაჩოს. ნუ კაი დაუშვა გაქაჩა რა, რავი რა არ ხდება სამყაროში. მაგრამ აი ბერა რა ხო არის და შულებს ხო აი მომავალს უნადგურებს. ჩვენ ვიცხოვრებენ ეს ხალხი ბიზნეს ახლო წრე, შულებიან, ანუ ხო ხდები რა ხელა ბოღმა იქნება დაგროვებული. აა, მარტო ის კი არა, კანონის დეპუტატებია დაწყებული ყველა კაცი. კი, ანუ სინამდვილეში ხო ძალიან დიდ საფრთხეს ქონდა. შეიძლება შულების სიყვარულის ამბავში ეს ხო არ უნდა გააკეთოს. ლაგატკის გამოჭიმვასავით არის. კი, ხო, აი, რომც დაუშვა რომ შენ კაცო, შენ მოსყიდული ყავს ვიღაცა რაღაც ყავს, 100 აკონტროლებ, 20 აკონტროლებ, ტრამპმა დაიკიდა საქართველოს, პუტინმა რაღაც კიდე ფული გამოგიზარდა. ყველაფერი შენ სასარგებლოდ მოხდა რა. ხალხი რო ზოგადად უკმაყოფილო ამ სიტუაციის ხო არსად არ გაქრა. საბოდეს დაგროვდება და რაღაც მომენტში მაინც აგიფეთ ხდება.